დღეს ვისაუბრებ ასტრალის შავბნელ საიდუმლოებებზე, რომელზეც არავინ არ საუბრობს. დეტალურად განვიხილავ რა ხდება ასტრალში დაბინძურების საფრთხეებზე, ასტრალის სულის გიდზე, სიზმარხილვის ქოუჩებზე, მათ შეცდომებზე, ასტრალში დემონებთან ინფიცირებაზე, ტერორზე და სხვა უამრავ ინფორმაციებზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომელზეც არავინ საუბრობს. ასტრალი არის განზომილება, სადაც ძირითადად ცხოვრობენ დემონები, დაბალი არსები, სხვადასხვა მტაცებელი ვამპირის არსები, რომლებიც მოწყვეტილი არიან უფლის წყაროს ენერგიას და რომელთა ერთადერთი ენერგიის წყარო არის ადამიანი. ეს არის სივრცე, სადაც ყველა ერთმანეთზე ნადირობს, ერთი მიზნით, რომ შთანთქოს ის და ყველა ნადირობს ასევე ადამიანზე, რადგან ადამიანი მათგან განსხვავებით დაკავშირებულია უფლის ენერგიასთან და წარმოადგენს სიცოცხლის უფლის ენერგიის წყაროს. თუმცა იშვიათ შემთხვევაში მოღვაწეობენ მაღალი იერარქიის მასწავლებლებიც. ჩვენი სული ცხოვრობს ასტრალში. რა უნდა სულს ასტრალში? დედამიწაზე არ იმყოფება ჩვენი სული. ჩვენი სული ჩვენს სხეულთან დაკავშირებულია ვერცხლისფერი ძაფით, კავშირით. ჩვენი სული იქნებოდა ჩვენს სხეულში პირდაპირ, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ეს. ჩვენი სული არ არის ისეთი მატერიალური სხეული, რომ დედამიწაზე მატერიალურ განზომილებაში შეძლოს არსებობა. ამიტომ ჩვენი სული ცხოვრობს ასტრალში, სანამ დედამიწაზე არის. განვიხილოთ ასტრალი რა განზომილება. იქედან გამომდინარე, რომ ასტრალში ყველანაირი არსი არის, სადაც ყველაფერია დემონები, დაბალი არსები, მოუსვენებელი სულები, ყველა არის იქ. გესმით? შესაბამისად, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ასტრალი არ არის სუფთა სივრცე. ასტრალის განზომილების შედარება რომ გავაკეთოთ, წარმოიდგინეთ რეზერვარი, რომელშიც ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრატია. ეხლა იკითხავთ თქვენ, თუ ესეთი დაბინძურებული კონცენტრატი არის ასტრალი, მაშინ სულს იქ რა უნდა, როგორ არ ბინძურდება სული? სულმა იცის ასტრალში როგორ მოიქცეს, მაგრამ გაცნობიერებულმა ადამიანმა არ იცის ასტრალში როგორ მოიქცეს, როდესაც ის ხელოვნურად გადის იქ. ეს ნაშრომი ეხება, რომლებიც გადიან ხელოვნურად დაგეგმილად ასტრალში და არ ეხება იმას, როდესაც ადამიანი დაუგეგმავად ძილიდან ბუნებრივად გადის ასტრალში. ყველაფერს აგიხსნით დეტალურად. მე გაცნობიერებულად ასტრალში არ გავდივარ, რადგან ვიცი რა სივრცეა და სიზმრიდან ბუნებრივად გავდივარ. ყოველ საღამოს 5 ჯერ და სხვადასხვა ბრძოლები მაქვს დემონებთან, სხვადასხვა სირთულეების გადალახვები მაქვს, ლექციებს ვატარებ, იქ სხვადასხვა ადამიანები გადამყავს A პუნქტიდან B პუნქტში, მე ეს დაგეგმილად არ მაქვს. ეს ხდება ბუნებრივად. მთელი ცხოვრება ბავშვობიდან გავდივარ ასტრალში და ვიღვიძებ მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა. რაზე მეცინება? ჯონ კონორი არავინ არ არის, ისეთი პროცესები მაქვს ასტრალში გავლილი და ეხლა იმაზე მეცინება, რომ ეხლა როდესაც დემონები მხვდებიან, იქეთ გარბიან, იმიტომ რომ ისეთი მექანიზმები მაქვს, გარბიან. ბუნებრივად როდესაც ასტრალში გადიხარ, ეს არის ჯანმრთელი და აგიხსნით ყველაფერს. მოკლედ, ნახევარი ცხოვრება გავლილი მაქვს გამოცდილებები, წარმოუდგენელი რაღაცეები. დემონებზე საიდან ვიცი, ამ დაბალ არსებზე საიდან ვიცი ამდენი, მახეები აქვთ, ბუდეები აქვთ თავისი, სხვადასხვა არსებია ბევრი. თქვენ რო ასტრალში ხდებით და რაღაც სცენარში აღმოჩნდებით, თქვენ სცენარში კი არ აღმოჩნდებით. თქვენ ერთ-ერთი დაბალი არსის ინფორმაციულ ვიზუალურ ბუდეში, მახეში აღმოჩნდებით ხოლმე, სადაც სტრესის შედეგად იკტოვებთ თქვენს ენერგიას. და ესეთი მახეები, რაც დაუგიათ ჩემთვის, უამრავი რაღაცები გამივიდა. მარტო ბრძოლები დემონებთან არა, სხვადასხვა. ეხლა ცოტა სასაცილო ამბავს ვიტყვი, ამას წინა ტაროზე დავდე ვიდეო და დამილინკეს, რომ შენზე გაბრაზდნენო ვიღაც ტაროლოგებიო და ცუდი არავის მინდა პირიქით კარგი უსურვე მათ, მაგრამ ნახეთ და ამბობს ეს რაღაც მაგასო დემონჩიკები შეჭამენო. ჩემზე ამბობს და მეცინება ერთი თვის წინ დემონი შვაზე გავხლიჩე ცეცხლოვანი მათრახით. მე ბევრ რაღაცას არ გიყვები პირადულ რაღაცებს მეგობრებო, იმიტომ რომ არ მინდა რომ იფიქროთ, რომ ეს რაც ვსაუბრობ არის ფანტაზიები. გესმით, ჯერჯერობით ამას ვერ გაიგებს ხალხი. ზღაპრები ეგონება. მე არ მაქვს ამბიცია, რომ გასხივოსნებული ვარ ან რაღაცის მდგომა, არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს. უბრალო გლეხის პოზიციაში ვარ, დავთოხნი კიდევაც და ვთოხნი კიდევაც. უბრალო ადამიანი ვარ, მაგრამ რაც არის ფაქტი, მეგობრებო და დასაბუთებული და მკიცებულებით იმას გიზიარებთ, მაგრამ ყველაფერს ვერ გიზიარებთ, იმიტომ რომ გაგიჭირდებათ ამ ეტაპზე გაგება. მე ვერ დავიჯერებდი. ამას სანამ არ გაივლით, მაგამდე ვერ გაიგებ. ასტრალი არის რეალური. მოვლენები იქ რაც ხდება არის რეალური. მაგრამ ეხლა აქ უნდა გამიჩნოთ, რა არის სიზმარი და რა არის სიზმარხილო. მოკლედ ვცდილობ გითხრათ. სიზმარხილო არის, როდესაც გახსოვთ დეტალურად. თითქოს ამ წამს ნახეთ. გავიდა 1-2 დღე, 3 დღე, იგივენაირად დეტალურად გახსოვთ, რატომ? იმიტომ რომ სიზმარხილოას აქვს
აქვს მაღალი გარჩევადობის, როგორც არის დაბალი ხარისხის ვიდეო გამოსახულება, არის მაღალი ხარისხის 4K, 5K ხარისხი, ხო? იგივე ხარისხი აქვს Astrals. უფრო მეტი ინფორმაციაა იქ და თქვენ რო იქ რაღაცებს ხედავთ, თქვენ ეს ინფორმაცია რეალური თვალებით დანახულზე მეტად კვეთრია და დამამახსოვრებელი. ამიტომ ასტრალური სიზმარხილვა და სიზმარი თუ გინდათ გაარჩიოთ, იქ სადაც დეტალები დეტალურად გახსოვთ, ის არის სიზმარხილვა ნამდვილად იქ მოგზაურობთ თქვენ. როდესაც თქვენ ასტრალში დაგეგმილად გადიხართ, ეს თქვენ გაყენებთ წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე. აგიხსნით ყველაფერს. დღეს ბევრი კოუჩი გასწავლით, გადით ასტრალში, იქ ვიღაცებს დაელაპარაკებით, ინფორმაციებს გამოიტანთ. ეს ის არიან კოუჩები, რომლებიც დაგეგმილად დადიან ასტრალში, ამას მოგიწოდებენ თქვენ და უდიდესი საფრთხის ქვეშ გაყენებენ ეს ადამიანები. მოდი დავიწყოთ რა ემართებათ სულიერ კოუჩებს, რომლებიც გადიან ასტრალში. როდესაც ასტრალში იწყებენ გასვლას, ისინი ხვდებიან სხვადასხვა დაბალ არსებს და ეს დაბალი არსები ახერხებენ ამ ადამიანების გადაბირებას, გადაპროგრამირებას. ეხლა რასაც ვლაპარაკობ, ყველაზე მტკიცებულებები მაქვს. ჩათებში რაც წერენ, აუ დღეს ასტრალში ვიყავი და რაღაც არსი გამომყვა იქიდან, არ ვიცი როგორ მოვიშორო, ტოტემმა ტყავად წამოიცვა და საერთოდ კითხვებს არსვას. მოკლედ და თუ დააკვირდებით, ერთიც კი არ იძახის, ერთიც კი იქედან რა საფრთხე აქვს ასტრალს. რა განზომილებაა ასტრალი, რა არის ასტრალი, რა გელის იქ რო გახვალ. არავინ რატო არ ლაპარაკობთ ასტრალი რა არის. ამ ხალხს მარტო ასტრალში გასვლას რომ ასწავლით და ასტრალი რა არის რომ არ ასწავლით, თავი როგორ დაიცვან და რა უნდა ქნა და საერთოდ რა არის. მე მგონი თქვენ თავადაც არიცით. უბრალოდ მიდიხართ, დაბალ არსებთან ურთიერთობთ და მოდიხართ და მერე თქვენს სმენელს აბინძურებთ და თქვენს ბინძურდებით. რატომ? იმიტომ რომ მე თქვენ ყველას გაკვირდებით. თქვენ ვინც ასტრალში გადიხართ და რაღაცეებს ლაპარაკობთ, თქვენი განვითარების ყველა ეტაპს ვაკვირდებით. ვინც ასტრალში გადის და რო შეხვიდეთ პირველ TikTok-ს მოусმინოთ, პირველ ვიდეოს და მერე ბოლოს მოусმინოთ, პირველად როცა უსმენ ესეთ ადამიანს, ძალიან გენიალურ რაღაცეებს ამბობს, ძალიან კეთილ რაღაცეებს ამბობს, ძალიან ისეთ რაღაცეებს ამბობს და დროის გასვლის შემდეგ ბოლო ვიდეო ნახე და მერე ახალი დადებული ვიდეო. სადა დედამიწა ის ადამიანი და ეს ადამიანი. ეს ადამიანი იწყებს ისეთ საუბრებს, რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ღმერთი და კრეხელურ საუბრებს იწყებს. ოღონდ თავად ამას ვერ აცნობიერებს, იმიტომ რომ ასტრალიდან გამოაქვს ცოდნები იმის ნაცვლად, რომ უფალს დაუკავშირდეს თავისი სულიერი მდგომარეობით. არ გჭირდება შენ ასტრალში გასვლა, თვალების დახუჭვაც კი არ გჭირდება, ისე შეგიძლია გახვიდე უფლის განზომილებაში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამათ არ უნდათ არაფრის განვითარება საკუთარ თავში სულიერების, გადიან ყველაზე პრიმიტიულ განზომილებაში, ასტრალში და იქედან ინფორმაციებს იღებენ. და იღებენ ვისგან? დემონებიდან, დაბალი არსებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა უნდა მაღალი იერარქიის არსს ასტრალში? არაფერი. შესაძლოა მაღალი იერარქიის არსი ასტრალში ჩამოვიდეს იმისთვის, რომ გარკვეული პროცესები გაიაროს ადამიანთან. რა კანონს არღვევს ადამიანი, როდესაც ასტრალში დაგეგმილად გადის? ნახეთ, ის არღვევს ბუნებრიობის კანონს და ეს ბუნებრიობის კანონი მას აზიანებს წარმოუდგენელი დოზით. განვიხილავ ორივე მომენტს. რას ნიშნავს, როდესაც შენ ასტრალში გადიხარ დაგეგმილად, ხელოვნურად და რას ნიშნავს, როდესაც შენ გადიხარ ასტრალში ბუნებრივად, დაუგეგმავად, სიზმრიდან. როდესაც ადამიანი ასტრალში დაგეგმილად დადის, ის თავისი მიწიერი ცნობიერით ცდილობს გავიდეს ისეთ განზომილებაში, რომელ განზომილებაზეც წარმოდგენა არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს იმ განზომილებაში, რა არსები არიან, წარმოდგენა არ აქვს, რა ხაფანგებში ამოყოფს თავს. წარმოიდგინეთ, საერთოდ სხვა პლანეტაზე მოხვდით, სადაც თითეული სანტიმეტრის სივრცე არის ხაფანგით სავსე, სადაც თითეული სანტიმეტრი გოჯი არის თქვენთვის მომაკვდინებელი. რატომ იცით? იმიტომ რომ იმ სამყაროს თქვენ არ იცნობთ. ისეთი განზომილება ასტრალი, რომელზეც ცნობიერად ადამიანს არანაირი ინფორმაცია და დაცვა არ აქვს. ასეთ ადამიანზე იწყებენ ნადირობას. უამრავი არსი მიდის, ცდილობს დაელაპარაკოს, აზრები მიაწოდოს, ცდილობს გადააპროგრამოს და როგორც კი ეს ადამიანი ამ აზრებს ისმენს, შემდეგ გადმოაქვს მიწიერში და რაღაცეებზე ლაპარაკობს, ის თავის ლაპარაკს კი არ ლაპარაკობს, ის დემონის ლაპარაკს ლაპარაკობს, დაბალი არსის ლაპარაკს ლაპარაკობს და უკვე კავშირია მათ შორის. შემდეგ ვერ წხვდება მისი აზრია, მეზობლის აზრია თუ დემონის აზრია თუ ვისი რა აზრია. იმიტომ რომ ისეთ განზომილებაში გავიდა თავისი მიწიერი გაცნობიერებით, რომ წარმოდგენა არ აქვს იმ სამყაროს კანონების, ვინ არის, რა არის, ან რაღაცა ჭამს იქ, ან რაღაცა გადააპროგრამებს, ან რომელიმე ტოტემი ტყავად წამოიცვამს და უამრავი უწერია თავის წიგნში, რომ ტოტემმა ტყავად წამომიცვა და შეკარგო ადამიანო, რომელი იესო წამოიცვა ტოტემმა ტანზე ტყავად. რა გასწავლა შენ იესომ, რომ ასტრალში იარე და ტყავად წამოაცმევინე ტოტემსო, ვისია ტოტემი? რა არის ტოტემი? შენ ეს არ გჭირდება. შენ ისეთი ღვთიური ხარ, შენ ვიღაცას აყენებინებ და ვის წამოაცმევინე? ღვთიურო არსო ტყავად. ვიღაც დაბალა არს და ამას შენ წიგნში წერ და მე ხალხს მოუწოდებ ასტრალში
ასტრალში გადითო და არაფერს არ უხსნი ასტრალი რა არის და რა საფრთხეები ელის და საერთოდ რა ელოდება არაფერს არ უხსნი. და ეს ერთი მეორეც იგივენაირად გამოდის და პატარა ბავშვები არიან იქ. ვინმე იცავს ცენზურას საერთოდ არასრულწლოვნების? და ეს პატარა ბავშვები ცდილობენ ასტრალში გასვლას. კარგი გავაგრძელოთ. ესე იგი, ჩვენი ცნობიერი, როდესაც გადის ხელოვნურად, ჩვენს ცნობიერს არც ენერგეტიკული დაცვა არ აქვს, არც ცოდნის ინფორმაციული დაცვა არ აქვს. ფაქტობრივად ხრამში ხტება იმ იმედით, რომ იქიდან რამეს ამოიტანს და თან ბინძურდება ენერგიულად. ადამიანის ცნობიერი ბინძურდება, კარებებს უღებს, გარკვეულ არსებს. ძალიან ცუდი რაღაც არის. ეხლა ტოქსინებით სავსე რეზერვუარში რო ჩახვდე და ამოხვიდე და თქვა, მე ასტრალი არ მიშავებს არაფერსო, იგივე არის კოუჩები, რასაც ამბობენ, რომ ასტრალში გავედი, გადით თქვენ, შეკარგო ადამიანო. ასტრალში გახვედი, ხო? მოდი ეზოთერიულად ვისაუბროთ. ხო იცი რომ ასტრალში ყველა დაბალი და დემონური არსია. იქედან იმათი ენერგიული გარემოდან რანაირად გამოდიხარ სუფთა. მაინტერესებს, აი ეზოთერია ხო გესმის. ენერგიულ გარემოში, სადაც ყველანაირი დაბალი არსია. ყველა დაბალი არსი ასხივებს ტოქსიკურ ენერგიას. შენ რომ იქ გადიხარ, არ ბინძურდები? ისიც კი არიცი, ვის ელაპარაკები, რას გელაპარაკება, როგორ გელაპარაკება. და მართლა გაქვს იმის იმედი, რომ შენ რაღაცას სწორად აკეთებ? მე რომ ეხლა ფანატიკოსივით გადავხდე ტოქსიკებით სავსე რეზერვუარში და იმედი მქონდეს, რომ არაფერი დამემართება. მე ხომ ფანატიკოსი გამოვდივარ. მაშინ შენ რატო ხდები ტოქსიკებით სავსე განზომილებაში, სადაც ისი დემონები, დაბალი არსები ყველა იქ არის? და რატომ გაქვს იმის იმედი, რომ იქიდან გამოხვალ სუფთა? ან შენ მატყუარა ხარ, ან ფანატიკოსი ხარ. აქედან რომელიღაც ხარ? მესამეც არის. გათიშული ქვია მაგ მდგომარეობას. ცნობიერი აღარ ყოფნის, რომ ორჯერ ორს მიხვდე, ან ესეთი ხარ უბრალოდ და იცი რასაც აკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს შენინება არას აკეთებ, მაგრამ სხვას შენ რა უფლებით მოუწოდებ? გაუცნობიერებელ ადამიანს, რომელმაც არაფერი არ იცის, ასტრალში გავიდეს. მომწერს ერთი ასტრალში მინდა გავიდე. ვეკითხები, აბა რა ცოდნა აქვს? არაფერი არ იცის, ჩაკრაც კი არ იცის რა არის და ასტრალში გასვლა უნდა, იმიტომ რომ ამან პირადად ურჩია. კი არ ეკითხება, ვინ ახარ, რა შეგიძლია, რა ძალა გაქვს? კი არ ურჩევს, თავი დაიცავი ჯერ მოემდა, არაფერს არ ურჩევს. გადი ასტრალში. თითქოს საზარბაზნე ხორცად გიშვებს. ეს გავიგეთ ხელოვნურად, როცა გავდივართ, ჩვენივე ფეხით მათ ხახაში ვდებთ თავს. რატომ არის ჯანმრთელი, როდესაც ადამიანი დაუგეგმავად სიზმრიდან გადის ასტრალში. როდესაც ჩვენ დაუგეგმავად, ბუნებრივად ასტრალში გავდივართ, ეს ასტრალი არის დაგეგმილი მაღალი იერარქიის მიერ, შენი სულის მიერ. შენ სულს მიყავხარ ასტრალში იმისთვის, რომ გადაგამზადოს და მოყვება თან. ნახეთ, თუ დაკვირვები ხართ ასტრალური სიზმარხილვა რომ გაქვთ. თქვენ გაქვთ მართლობა და თან რაღაც პროცესი თუ არის, თქვენ სულსაც აქვს მართლობა და თქვენს გაქვთ მართლობა. რაღაც პროცესები ხდება, თუნდაც აი ვიღაც ქონია სიტუაცია, რომ ისეთი ლოცვები წაუკითხავს დემონის თავდასხმის დროს, რომ საერთოდ არასდროს არ სმენია ანგელოზის ენაზე. გესმით? მეც მქონია, ბევრს მქონია, რაღაც ისეთი ძლიერი დემონი დამესხა თავს, რომ ლოცვა დავიწყეს, საერთოდ არამეული იყო მე მგონი. და მაშინვე განადგურდა ის დემონი. ფერფლად იქცა. ისეთი ძლიერი ლოცვა წარმოსთქვა. მაგრამ მე რა ვიცი ის ლოცვა, ის ჩემმა სულმა წარმოთქვა. და რატო იცი? ის იყო ჩემს გვერდით. ნახეთ, როდესაც ჩვენ დაუგეგმავად, ბუნებრივად გავდივართ ასტრალში და სხვადასხვა გამოცდილებებს გავდივართ, ჩვენ სულს მივყავართ, როგორც მასწავლებელი, როგორც გურუ, მივყავართ და გვაჩვენებს იქაურ სამყაროს, რა როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა როგორ ხდება, გვასწავლის, გვწვრთნის მისი ეგიდით, მისი მფარველობის ქვეშ. შესაძლოა იქ დემონის ბუნაგში ამოყო თავი, მაგრამ შენი სული, როგორც მცველი და მფარველი, იქვე გიდგას და გაკვირდება, როგორ გაივლი ამას, როგორც შვილს ცურვა უნდა ასწავლო და მდინარეში ჩაუშვებ და მდინარის პირიდან აკვირდები, აბა როგორ მოიქცევა, თუ დახჭობა დაიწყება, მაშინვე ჩაერევა, გადაარჩენს. ბუნებრივად, როცა გავდივართ, ჩვენი სული მოყვება, თავისი თავდაცვითი მექანიზმებით, თავისი ცოდნებით, თავისი შელოცვე, ყველაფერი იცის იმ სამყაროზე და ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავათვალიეროთ ასტრალი, დავათვალიეროთ ზებუნებრივი პროცესები, გამოცდილებები ავიღოთ, გავძლიერდეთ, აზრები გამოვიტანოთ, როცა ბრძოლებია, როცა სწავლებებია, კიდე სხვა პროცესია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თავდაცვა. რო რამე მოხდეს, ჩვენი სული ან ისეთ ღვთიურ ლოცვებს წარმოთქვამს, რომელსაც იმ დემონს ანადგურებს, ან ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ მაშინვე გამოვყავართ იქედან. შესაძლოა დიდი ბრძოლა კონდეს, დაიჭრათ, მაგრამ გაცდის შენი სული რო დაიჭრა, ის შენი სული ის კი არ არის. შვილო, აბა არაფერი დაგემართოს, შენ სულს იმხელა პროცესები აქვს გავლილი, წამებებიც გავლილი აქვს, ბრძოლებიც გავლილი აქვს, ყველაფერი გავლილი აქვს, ის გიყურებს შენ როგორც შვიდი სიყვარულით გიყურებს, მაგრამ იცის რომ შენ უნდა გაიარო ეს, რომ გაძლიერდი. ამიტომ ზოგჯერ შეიძლება ასტრალში დაიჭრა რაღაც პროცესები გაიარო, მაგრამ სული გაძლევს ამის საშუალებას, რომ შენ ეს გაიარო, შენით რო წამოდგე ფეხზე. ბავშვი რო წაიქცევა და მშობელი რომ მივარდება და წამოაყენოს ფეხზე და ჭკვიანი მშობელი ელოდება თავად ბავშვი როდის ადგება, რადგან ასწავლის დამოუკიდებლობას. სულიც ესე გვასწავლის იქ. ჩვენი სული ბუნებრივად წვრთნის, ჩვენი მასწავლებელია ამ შემთხვევაში, ჩვენი მფარველია ამ შემთხვევაში და
მოყვება ყველა გზაზე რა პროცესშიც ასტრალში დავდივართ და გაჩვენებს. აქ ეს პროცესი ხდება, აქ სიზმარხილოში შენ ამას გადაეკვეთე, ეს გადაარჩინე, გეხმარება თავისი სამყარო გაჩვენოს, რომ გაძლიერდე, რომ გამოცდილება მიიღო, რომ რაღაცაზე დაფიქრდე, რომ არ ხარ კუჭი და სხეული. შესაბამისად, სული არის ის არსი ბუნებრივად ასტრალში გასვლის დროს, რომელიც ჩვენ გიდირებას გვიწევს თავის სამყაროში, რომ გავცნობიერდეთ, ვისწავლოთ, გამოცდილებები მივიღოთ, ყველა საფეხურზე მოყვება შენი სული და გიცავს. დაცვაც არის და შენ რომ ასტრალში გადიხარ, უვიცი, დედამიწის ცნობიერი დაუცველად და პირდაპირ ხახაში უხტები. დაბალარს სად არის შენი თვითგადარჩენის ინსტინქტი მაგ დროს? ვის უსმენ შენ? მოდი მარტივად გეტყვი. ვიღაცა გეუბნება სადღაც გადიო. კითხვას რატო არ სვამ? სად გავდივარ? რა სივრცეა? რა მელოდება იქ? რა უნდა გავაკეთო? ვინდა მეხმარება რამე თუ შემჭამს? ამ კითხვებს რატომ არ სვამთ? გაანებეთ ამ ადამიანების განდიდებას თავი. ნუ რავის, ნუ განადიდებთ, რომ კითხვები არ დასვათ. არც მე განმადიდოთ, არც ის განადიდოთ, არავინ არ განადიდოთ, თორე კითხვებს აღარ სვამთ ხალხო თქვენ. ისე ეთანხმებით ამ ხალხის რაღაცებს. ეხლა ხშირად მოდის ჩემთან ადამიანები და სხვა კოუჩების შემხედვარე და მათთან ურთიერთობის შედეგად ან მოძღვრების შედეგად მესაუბრებიან ჯერ თქვენობით. არ მინდა ეს თქვენობით ლაპარაკი. მესაუბრებ გულით, სიყვარულით, შენობით ადამიანურად, არ მინდა ეს მაღლა დაყენება. ნუ აყენებთ, ნუ რავის მაღლა, ნურც ნუ რავის დააყენებთ დაბლა. ბალანსში იყავით. თქვენს თანატოლად დააყენეთ ყველა და ადამიანურად მოიქეცით, რომ აი ესეთ რაღაც სიმახინჯეში არ გაყოთ თავი. ავტორიტეტი ამიტომ არის ცუდი ხალხო. ასეთი რაღაცეების გამო კითხვებს აღარ სვამ. გეუბნება ასტრალში შედიო და კითხვებს არ სვამ, სად შედიხარ? კითხვებს არ სვამ და ეს ხომ ფანატიზმია ხალხო. ფანატიზმიდან უნდა გამოხვიდეთ. ეს ამოიღეთ თქვენგან. კითხვები დასვით, რაღაცას რო აკეთებთ. რა არის ეს? რა მელოდება იქ? რა იქნება ეს? და მე მოდიხარ ჩემთან და დემონი გამომყვა რა ვქნა. მიწერე იმ ადამიანს, ვინც გირჩია, იმას რომ მიწერს, ვინც ურჩია, არ უთმობს დროს. რა უნდა უთხრას? არ უთმობს დროს ის ადამიანი და მოდიან ჩემთან მერე. მე კი ვუხსნი უკვე ლოცვებს ვაძლევ, თავდაცვებს ვაძლევ, ურჩევ და უკვე განიკურნება, მაგრამ ზოგი ვერ განიკურნება რამდენიმე დღეში ისეთ რაღაცას აიკიდებს. მოდი უხეში ფორმით ვიტყვი. ვინც ასწავლა, რატომღაც იმასთან ვეღარ მიდიან. ან თუ მიდიან, ისინი არ პასუხობენ და არ ელაპარაკებიან. უბრალოდ ეუბნებიან გადახტი ბნელის ხახაში. აბა დაუკვირდით, რომელი ერთი ლაპარაკობს უკუჩვევებზე. როდესაც ეს ბუნებრივი მდგომარეობა ირღვევა და ხელოვნურად ადამიანი გადის ასტრალში, ეს შეფერხებები უფალმა იმისთვის კი არ გააკეთა, რომ შენ შეგავიწროს და რამე კი შენ გიცავს. როგორც ჩვილის მდგომარეობაში ადამიანს შენ გიცავს და ისე აკეთებს, რომ ვილად ისწავლო ასტრალში, რომ გამოყვება შენი სული, დაგიცავს თუ რამე მოხდება, გადაგარჩენს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შენ უბრალოდ უფლის წესებს კი არ არღვევ. შენ თავს იზიანებ. ესმის და შენ როდესაც სიზმარხილოში ხელოვნურად გადიხარ, შენ იცილებ იმ თავდაცვებს უფლის მიერ დაპროექტებული იდეალურად ქონე სამყაროს, ამჯობინებ შენ ეგოს წესებს და ცდილობ უფლის მიერ შექმნილი მექანიზმები უგულველყო, ბუნებრივი და ვითომ შენ მაგარი მოიფიქრე. ვითომ ეხა შენ უფრო მაგარი მოიფიქრე და ტეხავ სამყაროს მექანიზმს. მერე იწყებ იესო ქრისტე მიშველეო და იესო ქრისტეს ლოცვა ყველაზე მეტად შველის მაგ დროს. კარგი, გავაგრძელოთ. როდესაც ხელოვნურად გავდივართ ჩვენ ასტრალში, რატო არ მოყვება სული? იმიტომ რომ ასტრალში გასვლის პროცესი არის ძალადობის პროცესი ჩვენ სისტემაზე. მონახაზი რო გითხრათ, ადამიანი წვება, ძილღვიძლის მდგომარეობაში ინარჩუნებს თავს ან 1 საათი, ან 2 საათი უძრავად და ტეხავს საკუთარი თავდაცვის პროგრამას. და როდესაც ამ სისტემას ტეხავს და გადადის ასტრალში, მისი სული ითიშება და სული რომ ითიშება, ადამიანი რჩება აბსოლუტურად დაუცველი იმიერ სამყაროში, გიდის გარეშე რჩება. ეს იგივე არის კაცი ჭამიებში რომ ჩაგაგდოს ვიღაცამ შეიარაღების გარეშე, თავდაცვის გარეშე, ცოდნის გარეშე, სადაც ყველაფერი ცდილობს შეგჭამოს. და მერე ჭამს ადამიანს, ჭამს არა ფიზიკურად, არამედ აინფიცირებს. იქ ინფორმაციებს მიაწვდის. ეს დაინფიცირებული ეზოთერიკი აინფიცირებს თავის მსმენელს. კოუჩი რომ ბინძურდება, მერე ბინძურდება მისი მსმენელი. ეხლა მათსეც ნუ გაბრაზდებს, საერთოდ არავიზე არ გაბრაზდეთ ხალხო და არავიზე ნევრი არ მოიშალოთ, მშვიდში იყავით. შენ თუ მშვიდს კარავ, ნუ ღარ მომისმენ, შენ დემონის მდგომარეობაში ხარ. შენ უნდა იყო მშვიდში და დაიცვა თავი შემეცნებით. ნუ განშით, მათაც არიცენ. ამას წიგნებში ვერ წაიკითხავთ და რა ქნან იმათმაც. წაიკითხეს წიგნები, მიყვებიან ინსტრუქციას. მერე მეორეც ინსტრუქციას მიყვება, მესამეც ყველა ინსტრუქციას მიყვება, არავის არ უნდა საკუთარი თავით დაფიქრდეს. ნახეთ, მასაც ასწავლის ასტრალში გადიო. შენ მოусმინე, კითხვები არ დასვი, რადგან ის შენზე მაღლა დააყენე და არ ეკითხები
კითხები სად გავიდი ასტრალში რატო გავიდი გახვალ ასტრალში შენს დაინფიცირდები კითხვებს არ დასვა მერე გახდები ეზოთერიკი მერე შენ მოგისმენს ვიღაც ისიც კითხვებს არ დაგისვამს და მთელი ეს ჯაჭვია ხალხო კითხვებს არავინ არ სვამს უბრალოდ ექვემდებარებია აი დაქვემდებარებაში 10-იანი უწერიათ ტაროზე დავდე ვიდეო და ვიღაც ეზოთერიკოსი წერს სისულელია აი შოკი მაქვს ერთი რაღაც იცოდეთ როდესაც რაღაც აზრს აფიქსირებთ და კითხვებს არ სვამთ და უბრალოდ აზრს აფიქსირებთ შეხედულების ფორმაში თქვენ იცოდეთ რომ ამ აზრს გაფიქსირებინებთ დემონი თქვენ არასდროს არ მოგცემთ საშუალებას კითხვების დასმის აბა მაგალითად ხა მე რაღაცას ვლაპარაკობ ხო და ვინც ასტრალში გადის მოვიდეს და მკითხოს სისულელეა კი არ დამიწეროს კომენტარში არავი რა სიბრიყვეს ამბობდა ან რაღაცა სისულელე ის ხო არ ხარ ეს ხო არ ხარ ეს კი არა რაც ვილაპარაკე იმასთან დაკავშირებით პროფესიონალურ ენაზე რომ ელაპარაკოს არც ერთი მაგას არ აკეთებს რატომ ყავს არავინ არ აძლევს შიგნით საშუალებას კითხვები რომ დასვან რაღაცა ისეთი აქვს ვისაც გაყოფილი აქვს ამ შაუ რაღაცაში მონის მდგომარეობაში არა კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს თავში და დაუკვირდით აი თუნდაც თუ ვინმე შავი მაგიწერს მათ კომენტარებს დააკვირდით ხალხო კითხვას არ სვამე მარტო შეურაცხყოფა და შენ ესეთი ხარ შენ ისეთი ხარ იმიტომ რომ დემონმა რომ იცეს საშუალება კითხვების დასმის ის მივა ჭეშმარიტებამდე ჩემს ჭეშმარიტებამდე მივა და ამიტომაც დემონი საშუალებას არ აძლევს რომ კითხვები დასვას და აბრაზებს უბრალოდ აგრესიას გამოხატავს და თავი მართალი გონია ხო ვაკვირდები ხა ბევრი ეზოთერიკოსთან კომუნიკაცია მაქვს და რაღაცას კითხულობ და აუ უნდა ვცადო რა უნდა ვცადო ერთი წუთი გაჩერდი სად მიხდები თავით მაგ გარკვი ესო მე დაფიქრდი ოი აქ მართალი ყოფილიყო ანუ ყველა ცდილობს გადახტეს თავით რაღაც რიტუალში რაღაც მოქმედებაში რაღაცაში და ხალხო ჯერ კითხვები დასვით თორე ისეთ რაღაცაში შეიძლება გადახტეს საიდანაც ვერ ამოხტები უბრალოდ როდესაც ლოგიკური კითხვები უჩნდება მათ მოსწავლეებს კითხვას უსვამენ კი მაგრამ მასწავლებელო გავედი ასტრალში დემონი შემხვდა გავედი იქ ის შემხვდა გავედი ის შემხვდა კითხვას როსვამს ადამიანი რას პასუხობს იცით ასტრალიდან უნდა დაიწყო და მერე ზედაშრეებში გადახვიდეო დემონებთან ურთიერთობით დაიწყე უფლის გზაზე სვლავ იმას კი არ ეუბნება ცოდნას უფლიდან მიიღებო არა ამათგან მიიღებ ცოდნას დააგროვებო და მერე აქედანო უკვე საფეხურებად გადახვალ იქეთო აი ამაზე რა არ ვიცი როგორ არ ვიცი კი არ დავცინი ვინმეს აი არ ვიცი ისტერიული სიცილი მიტყდება ეს რა ამას სერიოზულად ეუბნები შენს მოსწავლეს რომ დემონებთან იგორაოს და მერე ყველაფერი კარგად ეკრება და ღმერთი მიიღებს ეხლა რატო ეუბნება ამას რაღაცით ხო უნდა გაარემონტოს ლოგიკური კითხვა რო გაჩნდა ამას პასუხი უნდა გასცეს და პასუხობს ესე რომ აქედან უნდა დაიწყო და გაიარო ეს გზა და მერე მიხვალ იქ ხალხო დემონებთან და ამ ასტრალში დაბინძურების შედეგად ზემოთ კი არ ახვალ ქვემოთ ჩადიხარ უფრო და უფალთან მისვლისთვის ასტრალში გასვლაც კი არ გჭირდება საკმარისია თვალები დახუჭო და პირდაპირ იქ აღმოჩნები როდესაც შენ სულიერად სუფთად ხარ აქ და თავი გაყოფილი არ გაქვს არც ერთი შავი ენერგიის კრიმინალურ ორგანიზაციაში ეხლა რა ხდება დღეს ასტრალში ადრე 20 წლის წინ 30 წლის წინ მაღალი იერარქიასა და დედამიწას შორის არ იყო მჭიდრო კავშირი შუმანის რეზონანსი რომ გაიზარდა დედამიწასა და მაღალი იერარქიას შორის კავშირი ძლიერი გახდა ამიტომაც ხდება დღეს ყველა ნიჭით იღვიძებს ხალხო თქვენ ეს არიცით თქვენ ცალცალკე აღიქვამთ თქვენ თავებს და თქვენ ჩემთან რომ მოდიხართ ყველანი ისეთი ძალები გეღვიძებათ რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ რომლისაც არც წამდათ არასდროს და მოკლედ გეტყვით ძალიან დიდი ძვრები იწყება და პროცესებია დაწყებული შესაბამისად ხალხის ნიჭი იღვიძებს შუმანის რეზონანსის ზრდის გამო რისი თქმა მინდა უფალთან კავშირი გაქვს მყისიერი პირდაპირ კავშირი გაქვს უფალთან პირდაპირ კავშირი გაქვს ინფორმაციულ ველებთან მარტივი კავშირი გაქვს კარებზე მოგვადგა გესმით და ადრე ესე არ იყო ამიტომ ადრე სულიერ ქოუჩები რომლებიც გადიოდნენ ასტრალში მაღალი იერარქია იძულებული იყო ასტრალში მოეწოდებია ქოუჩებისთვის რომ გადი ასტრალში და იქედან დაგელაპარაკები ასტრალში გამოგიგზავნი მასწავლებელს და გასწავლი რაღაცეებს და იქ მათ ქონოდათ კომუნიკაცია მაღალი იერარქიის მასწავლებლებთან რომლებიც მათ ასწავლიდნენ მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეს ადამიანები გაცნობიერებულად რომ გადიოდნენ ასტრალში იყო საფრთხის ქვეშ ზოგჯერ გადის მასწავლებელთან ზოგჯერ გადის სხვა განზომილებაში და დემონებთან ურთიერთობს ოღონდ მან არ იცის ვისთან ურთიერთობს და ესეთ ადამიანებს თავიანთ წიგში აქვთ რომ იქ ტოტემმა წამომიცვა ტყავად იქ სხვადასხვა არსებთან შევიდა კომუნიკაციაში და კითხვები არ დასვა იმიტომ რომ უკვე დაბინძურდა გაითიშა ნახევარი ურთიერთობა მის მასწავლებელთან აქვს და ნახევარი სიზმარხილოებში რაც გავიდა ხელოვნურად არის დაბალ არსებთან კომუნიკაციები და სიმბიოზური კავშირები ვისია ტოტემი თქვენი
აზრი, შამანების. შამანები ვინ არიან? ეხლა მაგ ღრმად არ შევა. გესმით? დას გიხსნით, გესმით? მადლიერი ვარ ამ სულიერი ქოუჩების, რომლებიც გადიოდნენ ასტრალში და გმირობა ასტრალში მასე გასვლა, ასტრალში დაგეგმილად ხელოვნურად გასვლა არის გმირობა და ეს ადამიანები გადიოდნენ ასტრალში ხელოვნურად დაგეგმილად ურთიერთობდნენ მასწავლებლებთან, მაგრამ სამწუხაროდ მეტი გონი არ იყოთ, რომ კითხვები დაესვა ტოტემი სანამ წამოგიცვამს ტყავა და რაღაცეები სანამ წამოგიცვამს ტყავა და მე დღეს მოვიდნენ უკვე ამ ასაკამდე და ამ პროცესამდე, რომ უკვე კითხვები იმ დონეზე არ აქვს დასმული, რომ ხალხს ურჩევს გადახდეს დემონების ხახაში. რაც უთხრეს, იმის დაკოპირებას აკეთებს. ანალიზი არ არის. დააკვირდით, ნახეთ, როდესაც მასეთი ადამიანების წიგნებს ან რაღაცებს კითხულობთ, იქ არ არის არანაირი კვლევა, იქ არის მხოლოდ სიზმარხილოში გავიდა, უთხრა რაღაცეები, კითხვაც არ დაუსვა, ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს, რატო ხდება ეს, არა. უთხრა, გადმოიწერა ამან ერთ-ერთი წიგნის სახით და გამოცა და მე თქვენ გელაპარაკებათ. ნახევარი არის ჭეშმარიტება და ძალიან მაგარი, მადლობა ამისთვის, მადლობა შენი გმირობისთვის, რომ გახვედი, მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ დღეს შენ უკვე არასწორად იქცევი. შენ ისე ხარ გათიშული და დაბინძურებული. უბრალო ღთიურ ადამიანთანაც კი ახლოს არ ხარ შენი თავის მდგომარეობით, შენი პიროვნების მდგომარეობით. და ამაზე ხომ უნდა დაფიქრებულიყავი ოდესმე, რომ საკუთარი კითხვები გაგეჩინა. მე მაგალითად გაცნობიერებულად არ გავიდოდი ასტრალში. იმდენი ბრძოლები მაქვს გამოვლილი. თქვენ იცით როგორი შეგრძნებაა, როცა იძინებ და იხვიძებ და ნახევარი წელი გაატარე სადღაც. და შენთვის რამდენიმე საათი გავიდა, სანამ გეძინა. არ იცით ეს როგორი შეგრძნებაა და ბევრი რაღაც გავიარე ასტრალში, მაგრამ ასტრალში დაგეგმილად მაინც არ გავალ. ვიცი რა განზომილებაა. გესმით და შენ ადამიანო რო ურჩევ ამ ადამიანს გადიო, რატო ვერ ხვდები ამდენს? რატო ვერ ხვდები რაღაც ტოტემა რო ტყავა წამოგიცვა, იქ პანტერამ რო ტყავა წამოგიცვა? რატო ვერ ხვდები ის სხვა რა არის მასწავლებელი რომელია, სუფთა რომელია, ბნელი რომელია, რატო ვერ ხვდები? ყველაფერი იცი რა რას ნიშნავს. იცი ტოტემი რას ნიშნავს, იცი ის რას ნიშნავს, ღვთიურობა რას ნიშნავს, მაგრამ ისე ხარ უკვე იმ ენერგიით გათიშული, რომ ვეღარ აცნობიერებ სად ხარ და რაში ხარ. და სამწუხაროდ შენ ხარ ის გმირი, რომელსაც თავიდან მოუწია ასტრალში სიარული, რადგან სხვა გზა არ იყო, კავშირი არ იყო ახლო და შემდეგ დაბინძურდა და აი ამ მდგომარეობაში და უკვე ხალხს ურჩევს. ამიტომ თუ მოისმენ ამ ისტორიას, დაფიქრდი რაღაცეებზე და რაღაცეები გააცნობიერე, იქნებ დაგეხმაროს. აქ ერთ ადამიანზე არ ვსაუბრობ, აქ ყველაზე ვსაუბრობ, ვინც დაგეგმილად ასტრალში გასვლას გასწავლით და მე მოდიხარ ჩემთან და მიშველე ის მასწავლებელი რატო არ გშველის, ვინც გირჩია. მან უკვე მიგატოვა. როგორ რაღაცას აკეთებენ, იცი? მე ადამიანი შეიძლება დავბლოკო, თუ გინებას დამიწყებს. ადამიანმა შეიძლება მითხრას, ვიცი რა მე შენსაც არ ვეთანხმები, სისულელია და ამიხსნას ამის გამო ველაპარაკებ მთელი თვე თუ გინდა. პირიქით მოგისმენ, მაგრამ შენ როგორც კი შეურაცხყოფაზე გადადიხარ, შენ ჩემთვის უკვე აღარ არსებობ. ბლოკავ, მორჩა. მაგრამ ეს მაგმიზეზით კი არ ბლოკავს. უბრალოდ ბლოკავს. რა უნდა უთხრას? იმიტომ ბლოკავს, რომ თავის ჯგუფში აღარ დაწეროს. ეს მოსაზრება. ამიტომ მოდის ჩემთან მე, ნახე, მივიდა იქ ასწავლა ასტრალში გასვლა, მე მიწერა მის მასწავლებლებს, რომ ეს დამემართოთ რა არის ესო და ამან უთხრა რაღაც 1-2 სიტყვა და არ გაცა პასუხი და რას ქვია, არ გამეც პასუხი რა არის ესო დაბლოკა. ეგრევე დაბლოკა. რატო? იმიტომ რომ არ დაეწერა რეცენზია ამ ადამიანს მის ჯგუფში, რომ ასტრალში გავედი და ცუდად წავიდა ჩემი საქმე. შეურაცხყოფის გამო კი არ ბლოკავს, არამედ ლოგიკური კითხვები რო დაუსვა ამ ადამიანმა მაგიტომ ბლოკავს. და მე მოდის ჩემთან და მეუბნება და მე ვეხმარები უკვე რა უნდა ქნას ვასწავლი ყველაფერს. უხსნი სად გაყო თავი. იმიტომ რომ ხალხს ისეთი რაღაცები ემართება, ოღონდ ამაზე არ ლაპარაკობენ. ვისთან უნდა ილაპარაკო ამაზე? მასწავლებელმა ზურგი გაქცია. ვისთან უნდა ილაპარაკო? რომელი ერთი ლაპარაკობს ასტრალი ცუდიაო. ნახე, გავიდა ასტრალში ვიღაცის რჩევით. ცუდად გახდა. მიწერა მასწავლებელს, მასწავლებელმა დაბლოკა. მეორეს გახედა, ისიც ასტრალი მაგარია. მესამეს გახედა, ასტრალი მაგარია. მოძღვარს მოუყვა, მოძღვარმა ხელები აიქნია, რა ხდება არ ვიციო. ვერავინ ვერ დაიხმარ და ვინ დარჩა? მე დავრჩი. ერთადერთი საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. შესაძლოა მეშლება და არ ვიცი, მე ვერ ვიპოვე აქამდე რომ ვინმეს ხმა ამოიღო. ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. რამ ჩაგიგუბათ პირში წყალი? რამ ჩაგიგუბათ პირში წყალი? მაინტერესებს. კითხვა დავუსვით თქვენ თავს. ამიტომ ვერსად ვერ მიდის და ჩემთან მოდის და თქვენი აზრით რამდენი ადამიანი მოდის თქვენ მიერ დაზარალებული? ყველა მოდის ჩემთან, რადგან სხვაგან მისასვლელი გზა არ აქვს. თქვენ ყველას პირებში წყლები გაქვთ ჩაგუბებული. ხო და არ მეშინია მართლა არაფრის. არც გარდაცვალების არ მეშინია. გარდაცვალების ყველაზე მეტად არ მეშინია. ვიცი რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. არ მახელებს მე ხა ხვალ რომ 100 წლის მე მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. მე ვიცი რომ ჩემი სული უნდა გავაძლეო და ჩემი სულის სისუფთავე უნდა მქონდეს. ეს არის მთავარი. სხვა დანარჩენი ეს მიწიერი სიცოცხლე ესენი არაა ჩემთვის მთავარი. მე ამას მივხვდი. ეხლა ვხვდები რისთვის გავიარე ის ყველა სირთულე, სიზმარხილოები, დილით კანკალით გაღვიძება, მწვრთნიდნენ
იმისთვის რომ დღეს მელაპარაკა ეს ყველაფერი რომ არ შემშინებოდათ არავის და არაფრის ხალხო არაფრის არ გეშინოდეთ შიში არ არსებობს შიში რომელიც აგებულია სიცრუეზე და მე ეს შიში გარანტირებულად გამარცხებთ შიში არის გარანტირებულად დამარცხების გარანტი 7 არის გარანტირებულად გამარჯვების გარანტი ასტრალში გასვლის მთავარი ტექნიკა რა არის რომ უნდა წამოწვე გახვიდე ასტრალში და ინფორმაციებს მოგცემენ უფასოდ გესმით უფასოდ იგივეა ტაროში რომ გაშალე უფასოდ მოგეცემა ეს სატანის მთავარი მახი არის უფასო აქაც იგივეა წამოწექიო ვიღაცებს შეხვდები და ელაპარაკები ცოდნებს მოგცემენო და მაგრად იქნებიო და შენ რას აკეთებ წამოწოლის გარდა მაგ და ასტრალში გასვლის გარდა არაფერს როდესაც იქ რომელიმე არსთან იწყებ ურთიერთობას ის არსი გამოყვება ხოლმე ადამიანს და ადამიანს ეწყება ფინანსური პრობლემები იწყება რადგან ენერგიას კარგავ რადგან პარაზიტი მოგეკრა უკვე პირადი იწყებს არევას რადგან უკვე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობ ისეთ მოქმედებებს აკეთებ უკვე ენერგიულად სხვანაირად ხარ პარტნიორი ვეღარ აღიქვამს იმ ადამიანად რადგან შენს გვერდით უკვე დაბალი არსია მოგეკრა ვერ ხედავ იმ არს გამოყვა ჯანმრთელობის პრობლემა იწყება რა თქმა უნდა მე ახლა გიყვებით იმ ადამიანების შედეგებს რომლებიც მოვიდნენ და ერთი და იგივე სიტუაციები აღწერეს როცა შენ იქ არსთან რაღაც კომუნიკაციაში შედიხარ ის არსი გაძლევს ტრუას ცხენ ინფორმაციას რომელი მიღების შემდეგ შენ მას აძლევს შენს მისამართს გნიშნავს იმისთვის რომ მე აქ გიპოვოს და შენზე ზემოქმედება იქონიოს შენ რომ მას ინფორმაცია გამოართვი მასთან შენ გააკეთე გაცვლა ინფორმაცია მოგცა გაუცვალე შენზე ცნომების პროტოკოლები იგივე ხდება შავმაგთან წახვალ თუ ასტრალში დაელაპარაკები ერთი და იგივეა ვერ ხვდები რომ ინფორმაციას რომ გაძლევს და არაფერს არ აძლევ რაღაცას აძლევ ვერ ხვდები ამას ჯერ უანგარობაზე კი არ გაქვთ აწყობილი მთელი თქვენი ფილოსოფია არამედ აწყობილი გაქვთ ანგარებაზე რომ მე შენ მოგეცი შენ მე მომეცი მაგრამ რატომღაც ასტრალში რომ გადიხარ და ვიღაცა ინფორმაციას გაძლევს და არაფერს არ აძლევ აქ რატომღაც არ მოქმედებს შენზე ეს პრინციპი გაცვლა გამოცვლის ანგარებიან მიდგომას რომ მე მოგეცი შენ მომეცი უნდა გავცვალო სხვანაირად ცუდია ამასაც კი ვერ იყენებ ასტრალში როდესაც გადიხარ და ინფორმაციას იღებ ვიღაცისგან და შენ არ აძლევ არაფერს ეხა ამაზე არ ვიცინო ეს არ არის სასაცილო ჩემი აზრით ეს სასაცილოა ზოგი ეზოთერიკოსი რომელიც ასწავლის ასტრალში გასვლას ის რაღაცას უხსნის მაგალითად ეუბნება შენ თუ ასტრალში გახვალ ზოგჯერ შესაძლოა დემონი დაგელაპარაკოს და ეუბნება რომ საშიშია მეც არაფერს არ ეუბნება კაცი ჭამიებთან გაშვებისთვის ეს არ არის საკმარისი ინსტრუქცია და მე ეს ადამიანი რატომ მოვიდა ჩემთან შენთან რატო არ მოვიდა იმიტომ რომ ვეღარ ეხმარები შენ ან უკვე ფულს ეუბნები მე მგონი მივხვდი რაშია საქმე ამ ხალხს ეუბნებით რომ გადით ასტრალში აინფიცირებ და მე განკურნებისთვის თქვენთან მოდიან და მე ან $600 ეუბნები და კაპიქს არ უკლებ ან ვიღაცა მეორე არ პასუხობს და ბლოკავს ან მესამე საერთოდ დავიდის შავ ვარსკვლავში რიტუალს აკეთებინებს და გულს უწუხებს ხალხს და ვითომ ღმერთთან არის და ვითომ სიზმარხილვის დედოფალია ზოგიერთი შავი მაგია სიზმარხილვებს ვინც პოპულარიზაციას უკეთებს ზოგიერთი სიზმარხილვებში იმისთვის უშვებს ადამიანს რომ მე რამე აეკიდოს და მე ამასთან მივიდეს წმენდაზე და როცა შენ დაბინძურდები მე უკვე მოგიწევს დოლარში გადახდა ლარში კი არა დოლარში უნდა ჩაუთვალო ეს ფული 100 200 300 400 500 600 ღმერთო ენის წვერით რომ დაასველეთ იც და ისე გადათვლით დოლარებს და მიხვალ და გაგწმენდს მე უკვე კიდე ისეთ რაღაცაში გაგაყოფინებს თავს რომ კიდე მიხვიდე იარო და დამპიტაური დინპიტაური ტაური დამპიტაური რა არის ეს თქვენ რატო აძლევთ ამის საშუალებას ჭკუა ხო უნდა ისწავლოთ ეხლა ეს ყველაზე მსუბუქი ვარიანტი ფულს გადაიხდი რა პრობლემა ოღონდ გეშველოს მაგრამ ფული ყველაზე მინიმალური დანაკარგია რაც შეიძლება დაკარგო ამ დროს ერთ-ერთ სიტუაციაში რომელმაც ურჩია ასტრალში გასვლა და ამის გამო დაზიანდა ერთ-ერთი ადამიანი მიყვება ეს რაღაცას რომ მივედიო უთხარიო რომ ფული არ მაქვსო მაგაზეო მიპასუხაო მომწერაო რომ რადგან აქამდე მოგიყვანა ღმერთმაო ესე იგი ესია საჭიროო და აქო მეგონაო რომ უფასო შემომთავაზებდაო ამ ადამიანს რაღაც იმედი მიეცა გულში რომ მეშველა ეხლა წმენდებს გამიკეთებსო და აგძელებს ეს ეზოთერიკი არი ნერვიულო ღმერთი ისე მოგიტანს ყველაფერს რომ ყბა დაგჭება დაღებულიო და ამ ბიჭმა ყბა კი დამჭა დაღებული მაგრამ იმის გამო არაო რომ ფული მომივიდაო აქ ეხა რატო აკეთებ ფულზე კი არ ვლაპარაკობ შეკარგო ადამიანს რო ხრამში გადააგდებ და დაზარალებული მოვა შენი რჩევის გამო და შენი ამ ვიდეოების გამო თუნდაც წარმოიდგინე დააზარალა გამოუცდელი კაცჭამიებში გაუშვა მე ეს ადამიანი მივიდა მასთან კოლოსალური თანხა თან დოლარში უფასებს ლარში კი არა და ამის პასუხია ყბა დაღება ჩემთვის იუმორისტული ეს ამბავი იმიტომ ამ ბიჭს მე ისე დავეხმარე ჯერ ერთი მაგას ვერანაირი ფულით ვერ იყიდი მე როგორც ვეხმარები ადამიანს მაგას
მაგას ფულით ვერ იყიდი. მაგრამ ბიჭო, თუ ვინმეს აზარალებს შენირჩევით, უფასოდ მაინც ხო უნდა გააკეთო, ან ფასდაკლება მაინც ხო უნდა გააკეთო, ანუ ლარჯი მაინც გაუკეთე. თან რა წმენდა უნდა გაუკეთო ეხა შენ? რა წმენდაზე მელაპარაკები, თავად გასაწმენდი ხარ. ასტრალში დაბოდიალობ ვიღაცებს ელაპარაკები. მოდი, კაცურად გეტყვი, რანაირად უნდა გაწმინდო ადამიანი, შენ თავად გასაწმენდი ხარ. კაცი ესე დღეში ჩააგდე და ამხელა თანხას ესური, იცი რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და ეუბნები ცინიკურად ღმერთი მოგცემს მაგას. ყბა დაგჭება დაღებულიო. ყბა მემჩება ძმაო დაღებული შენ საქციელებს რომ ხედავ. შენ რომ არ იყო შვაში კიდე მესმის. მერე ეს ბიჭი მიყვება რომ უთხარიო სხვა გზა არ არსებობს და მეუბნებაო შენ შეგიძლია შენი თავი გაიწმინდო. ოღონდ 10 წლეულები დაგჭირდება ამისთვის. გეფიცები და აი მარკეტინგის მამიკოა რა. ოღონდ ძალიან ცუდად აკეთებს ამას. წარმოვიდგინეთ მაგარ წამებაში ხართ, დემონის ხმები გესმით, ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება არ ქონიათ, კაწვრები გაქვს, სახში რაღაცები იყრება აქეთ-იქეთ და მოკლედ მაგარ ამბებში ხართ ამ სიზმარხილვის გამო. და გეუბნება 10 წლეულები უნდა იყო ამ მდგომარეობაშიო რომ შენი შეძლო გამკურნებაო. მაგარი ტერორი მიდის. ყველა ვარიანტში ფულის გადახდა მოგინდება, იმიტომ რომ 10 წლეულები კი არა, ხვალ როგორ გაუძლო ამ სირთულეებს, ამ ყველაფერს უკვე ერთი დღეც ვეღარა იტან და ცუდად ხარ და ვიღაცა რომ გირთხავს 10 წელი დაგჭირდება, 10 წელი არა, 10 წლეულები. ბიჭო. ამასინად კიდე ერთმა მითხრა, როგორ მიხარიაო, რომ თქვენი ლოცვები უფასოაო? თქვენი ლოცვები უფასოაო. გესმით რის თქმა უნდა და ვიღაცა ლოცვებს ყიდის მასზე. ვიღაცა არა ვიცი ვინც აკეთებს. აი ესე რომ დაჯდებით და უსმენთ სივრცე შენში. ჯერ სივრცე შენში რამდენი სიბინძურეები ტრიალებს, უკვე რიტუალები და დავიდის ვარსკვლავში თავის გაყოფები, გულის არევები, გულის შეწუხებები და რეები ხდება უკვე, ხო? და ეს ის და თქვენ უსმენთ და ლოცვებს ყიდის ფულზე. რეები ხდება, სიგიჟეა. ხალხო, ეს არის სიგიჟე. ეს უნდა დაამთავროთ. ამაზე გადახდა მოგიწევთ ყველას, ყველაფერზე. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც სიზმარხილოში გამიზნულად დადის, შავი მაგია, ცუდი ადამიანია, ბოროტია, არა, მეგობრებო, უბრალოდ ვინც სიზმარხილოში გაცნობიერებულად დადის, უნდა თუ არ უნდა მას, ის ბინძურდება. თუ ვინმესთან კომუნიცირებს, რა თქმა უნდა ბინძურდება. მან არ იცის, ვინ არის ის, ვისთანაც ურთიერთობს. ის რისი ცოდნაც შენ გაქვს რომ გგონია, ეს არის ცოდნის ილუზია. შენზე მეტი მილიარდჯერ ცოდნა აქვთ და პრაქტიკა იმ არსებს. შენნაირი ყოლია 10,000-ობით. მათ უცხოვრიათ 1000 წელი, 2000 წელი. აბსურდია. უხარიათ რომ აი მე რა სასწაული ხდება ჩემს თავს. გილოცავ რა უნდა დაბალარსთან ლაპარაკს. მაგას კი არ უნდა ამბობდე, მაგას უნდა მალავდე. მაგრამ ისეთი გაუცნობიერებელი დროა დღეს, რომ დღეს ეს სასწაულად გითვლიან, მაგრამ ხვალ და ზეგ მოგისმენს იტყვის, აუ ეს იყოფილა, იმიტომ რომ ადამიანებში მეტი გაცნობიერებები შევა და მიხვდებიან რომ შენ რომ ამით ამაყოფ, ეს არის სირცხვილი და შეცდომა. მეც ვეძებ გამარჯვების გზებს. მაგრამ ესეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც სიზმარხილოებიდან მიაღწია სულიერ ზენიტს. შესაძლოა წიგნებში ჩანს ეს, მაგრამ მათ პიროვნებებში, მათ ქცევებში ეს არ არის. და რა მნიშვნელობა აქვს შენ წიგნში რა გიწერია? შენში რა ხდება, ამას აქვს მნიშვნელობა. თუმცა მნიშვნელობა აქვს იმასაც, წიგნში რა გიწერია, რადგან ეს აზიანებს ადამიანებს შენში თუ არ არის ის რაც უნდა იყოს. შენს პიროვნებაში, შენს არსში არ უნდა იყოს ბნელი. რა მნიშვნელობა აქვს შენს კარგ ცოდნას, როდესაც შხამია მოგაწვდი უდაბნოში წყალს, რომელშიც ერთი წვეთი შხამი იქნება. დალიე, მიდი, გადაგარჩენს? არ გადაგარჩენს, დაგუპავს უფრო. ხო ესე? ამაშია საქმე. შენ ახარ წყაროს სათავე და წყაროს სათავე ვალდებულია იყოს სუფთა და სუფთა ვერ იქნები შენ დემონების და ამ ყველა ბინძური არსის გარემოში რომ გადიხარ და კომუნიცირებ ღმერთმა უწყის ვისთან. გაიძახით სისტემა მატრიცის ნაწილი ხართ. გადმოცემულით ცხოვრობთ და კვლევებს არ აკეთებთ. გადმოცემული მატრიცის ნაწილი ხართ ყველანი და ამ მატრიცით ცხოვრობთ. თქვენი აზრით ეს ეზოთერიული ცოდნები და ეს ეზოთერიული პრაქტიკები ვისი შექმნილია და თქვენი აზრით ვატიკანის არქივებში რა ინახება და რატო არ ინახება ეს ეზოთერიული ცოდნები? ვატიკანის არქივებში ინახება ის, რაც შენ გამოგადგება და რაც არ გამოგადგება, გამოტანილია გარეთ და იყენებ აქ. ჰოროსკოპიდან დაწყებული, ნუმეროლოგიით დამთავრებული, ტაროც დაწყებული, კითხაობით დამთავრებული და 1000 სიმახინჯით. ვერ ხვდებით ამას? მატრიციდან გამოდი და ბნელი მატრიცის ელემენტის თავარი კვანძი ხარ. დაგიდეს ცოდნა და იმისიკეთ არ იყურები, კითხვასაც არ სვამ, რა არის ეს, რას მიზამს ეს? დაფიქრდი, რას გელაპარაკები. ჯერ ერთი რა გჭირთ საერთოდ? ეს ტრენდი რომ აიყიდეთ. ბნელიც მიიღე, შუქიც მიიღე,
თქვენ საერთოდ თქვენ თავებს უყურებთ? მე არ ვიცი თქვენ ამას ChatGPT-ში წერთ თუ სად წერთ, მაგრამ ერთი რასაც წერს, მეორე რასაც წერს, აი ამ თეთრი მიიღე, შავი მიიღე, გეფიცებით. ანაბეჭდივით ერთი და იგივეა თქვენი ნაწერი. თითქოს ერთი ლაპარაკობს ყველაში. ვინ არის ერთი, ვინც ამას გელაპარაკებათ ყველაში? რანაირად შეიძლება შენ დაწერო რომ თეთრი მიიღე, შავიც მიიღე, ერთნაირად რანაირად ლაპარაკობთ, ერთმანეთის ლაპარაკებს იმეორებთ თუ ერთი გელაპარაკებათ. ერთი წყარო ყავთ ვიღაც საღაციდან, რა თქმა უნდა არამიწიერი. და ამას ვერც აცნობიერებთ. მატრიცის ნაწილი ხართ და მატრიციდან გასვლაზე ლაპარაკობთ. მატრიციდან გასვლა თუ გინდა დაანებე, რაც დაგახვედრეს, ცოდნები და კვლევები დაიწყე და კითხვების დასმა დაიწყე. რაც დაგახვედრეს ეს რიტუალები, ნუმეროლოგია, ტარო, პარო, ნარო, ეს ყველაფერი რაც დაგახვედრეს. განაგდე ეს, ვერ ხვდები რომ ბნელის სისტემური ნაწილის არის? მე გამოდიხარ და მატრიციდან გამოსვლას გასწავლით. რა მატრიციდან გამოსვლა უნდა ასწავლო? მატრიცის შესისხორცებული ნაწილი ხარ. რაც დაგახვედრეს იმ ინსტრუმენტებით მოღვაწეო. რეებს აკეთებ ვერ აღიქვამთ, იმიტომ რომ მემბრანა გაქვთ გასქელებული შეგრძნების. მემბრანა არ არის მგრძნობიარე, რომ იგრძნო ან ტაროს რო შეხედავ არ ხდები ცუდად. გესმის? ვერ გძნობ იმას. და შესაძლოა ჩემი საუბარი სიბრიყვედ გეჩვენება ამის გამო. ვერ გძნობ, იმიტომ რომ გაყოფილი გაქვს სხვადასხვა რაღაცეებში თავი და მორფინი გაქვს გაკეთებული შეგრძნებებში და ვეღარ გძნობ. და ალბათ გულით გადაიხარხარებ, ეხა მე რომ ისმენ რა სიბრიყვეებს ლაპარაკობ. ვერ გძნობ, ვერ ხვდები? უნდა გასუფთავდი ამ ყველაფრიდან. ამ ბნელის სისტემური მატრიცის ეზოთერიული პროგრამებიდან უნდა გასუფთავდე, რომ გახდე ღვთიური. თქვენ გიჭირთ გამოხვიდეთ ამ სისტემური ბნელის ეზოთერიული მატრიცებიდან, გიჭირთ დროს დაეწიოთ, წინ გაიხედოთ და ვერ ტოვებთ ძველი ეზოთერიული ცოდნების ტყავს. და გაიხედე გარეთ რა ხდება. ფოტონის მასა შეიცვალა. რას ნიშნავს ფოტონის მასის შეცვლა? მთელი სამყაროს კანონზომიერებები გადატრიალდა და იცვლება. ვერ ხვდები რა ხდება? ეხა ვიღაცამ შეიძლება გაიცნოს, შენ ბრძოლაში არ ხარ, ჩვენ გვერდზვით. არ გებრძვით მე თქვენ, ვერ ხვდებით თქვენ სხვაობას. ბრძოლა რა არის და გულით კარგი სურვილი რა არის, როდესაც ადამიანს გზას აჩვენებ. ეხლა შესაძლოა ბევრმა იფიქროს, რომ ტაროზე რომ საუბრობ, ან შავმაგებზე რომ საუბრობ, ეს მე სიამოვნებას მანიჭებს, ან რაიმე ნეგატივი მაქვს მათ მიმართ. პირიქით არის. თითეული თქვენი სიმახინჯის გახსნაზე გულში მაქვს დიდი წყრომა. წყრომა არა იმის გამო, რომ ამას აკეთებთ, არამედ იმის გამო, რომ თითეული ის შავი მაგიის აცდენილი ადამიანი, რომელიც ნეგატიურ რაღაცეებს აკეთებს, ის ადამიანი არის ის აცდენილი სული, რომელიც დღეს უნდა იდგეს ჩემს გვერდით. დღეს უნდა მედგას გვერდით და მე რა უნდა მიხაროდეს, ან რა ბრაზი უნდა მქონდეს თქვენს მიმართ. ვერ ხვდებით მაგას? თითეული ამ ვიდეოს ჩაწერის დროს მე გული მწყდება, რომ თქვენ ჩემს გვერდით არ ხართ. ისეთი პროცესები ელოდება სამყაროს, რომ დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მაგრამ დღეს ესე არ არის. ეს მიხარია თქვენი აზრით მე? თითეულ ამ თემაზე საუბარი ჩემთვის არის დიდი დისკომფორტი. მე მერჩივნა ვესაუბრა ისეთ სერიოზულ რაღაცეებზე, როგორიც არის ღვთიური ელემენტების მექანიზმები, რომელიც ადამიანებს მართლა დიდ ძალას მიცემს. მაგრამ ჯერ მიწევს თქვენგან დაცვა ვასწავლო ადამიანებს. თქვენ ამათ დაცვისთვის გამოგიშვა უფალმა და იმისთვის კი არ გამოგიშვათ, რომ ესენი ღუპოთ. თქვენ უნდა იცავდეთ ადამიანებს ამისთვის მოხვედით და თქვენგან დაცვას ვასწავლი. ეს არ არის ნორმალური და არ მინდა მე ამის კეთება. იდეალური სამყარო იქნებოდა ის სამყარო, სადაც მე ამ ყველაფერზე არ მომიწევდა საუბარი. ვიქნებოდი ჩემთვის მშვიდად, კომფორტულად, ამ ყველაფერზე ლაპარაკი არ მომიწევდა. თქვენ მაიძულებთ ამ ყველაფერზე ვისაუბრო, რადგან რომ ხედავ ამ ყველაფერს, გვერდს ვერ ვუვლი ამას. ჩემს შიდა პროგრამაშია ჩაშენებული ეს, რომ ხმა ამოვიღო. თქვენ რა გონიათ, რომ ჩემს ვიზუალს იმიტომ არ ვაჩენ, რომ ვინმე სიმეშინია? არც ერთის არაფრის არ მეშინია. გააცნობიერეთ ეს. სიმშვიდე მინდა ჩემთვის, არ მინდა პოპულარობა, ჩემთვის მინდა უბრალოებაში ცხოვრება. დავტკვე ჩემი შინაგანი მდგომარეობით. უბრალოდ მინდა უბრალოებაში, ადამიანობაში ვიცხოვრო, მაგრამ ჯერჯერობით თქვენ ამის საშუალებას არ მაძლევთ. ამიტომ მიწევს ამ ყველაფერზე საუბარი. ეხლა ვისაც არ მოვწონვარ და ვისაც გონია რომ მის წინააღმდეგ მივდივარ, ყველა თქვენ მომავალში მადლობას გადამიხდით. როცა ყველა ცოდნა გაიხსნება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, პირადად თუ არ გადამიხდი მადლობას, გულში მადლიერება გექნება, რომ ამან წინასწარ მითხრა ის, რაც მე არ ვიცოდი და რამაც მერე გადამარჩინა. დღეს ბრაზდებით თქვენ ჩემზე, მაგრამ ხვალ და ზეგ მადლობას გადამიხდით გულში. ამიტომ ვინც ჩემზე ბრაზდებით ეხლა არაფრის. ეხლა ვიღებ თქვენი მომავლის მადლობას. ხოლო მადლიერების გადახდა თუ არ გინდა, არც მაგაზე მაქვს პრობლემა. შენ იყავი კარგად და თითეულ თქვენგანს გისურვებთ მთელი გულით უფლის გზაზე გეაროთ. არანაირი სხვა მე შიგნით არ მაქვს თქვენს მიმართ განწყობა გარდა იმისა, რომ
უფლის გზაზე სიარული გისურვოთ. მე მივხვდი ერთ ჭეშმარიტებას, რაც გავიარე ცხოვრებაში, ეხლა უნდა ვიყო ძალიან ცუდი ადამიანი. და ერთადერთი რამაც გადამარჩინა, ეს არის სიყვარული, რომ არ გავბოროტდი. და სიყვარულმა მომცა ის, რაზეც ვერასოდეს ვერ ვიოცნებებდი. ჩემი თავის შინაგანი სავსებადობის, კმაყოფილების მდგომარეობა. რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც არ უნდა ბოროტებასთან იბრძოდე, რაც არ უნდა ცუდში იყო. სიყვარულს ჩაებღაუჭე და ყოველთვის გადარჩები გარანტირებულად. სიყვარული გადაგარჩენს, ეს იცოდე. ამიტომაც ამარცხებს სიყვარული ბოროტებას. გესმით? ფაქტით ვიცი მე ეს. ხალხი ვერაცნობიერებს რა ასაკეთებს სიყვარული სინამდვილეში. სიყვარულია ერთადერთი, რომელიც საშუალებას არ აძლევს, რომ გშთანთქოს ბნელმა ძალამ. სიყვარული თუ არ გაქვს, მარცხდები. ამიტომ ყველას გისურვებთ სიყვარულში ყოფნას. ყველას გისურვებთ უფლის კალთის სიყვარულში ყოფნას. ამინ.